გიორგი, რა წიგნი გიჭირავს? ეს არის აკამორჩილაძის ჭრილი გზაზე. ჩვენ ამ ავტორისგან ძირითადად უფრო მხატვრულ რომანებს ვართ მიჩვეულები, რაც ფალიაშვილის ქუჩის ზაღლები, მოგზაურობა ყარაბაღში, თუმცა ეს არის დოკუმენტური პროზა. აქ არის მიმოხილული საბჭოთა პერიოდი და აქცენტი კეთდება საბჭოთა თბილისზე და ძალიან საინტერესო არის, რომ განსხვავებით რაც სერიოზული აკადემიური ნაშრომებისგან, აქ ძალიან თავისუფალ სტილში ერთად არის მიმოხილული როგორც მსხვილი პოლიტიკური მოვლენები, მაგალითად რაც სტალინის ეპოქა, ბრეჟნევის მმართველობა, 9 მარტის ტრაგედია და ასე შემდეგ. ამავდროულად ერთი შეხედვით თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად ცხადი თემები, მაგალითად ალკოჰოლის როლი საბჭოთა საქართველოში, ჰოლივუდური ფილმების გავლენა შესანიშნავმა შვიდეულმა და სხვა ფილმებმა, თუნდაც ინდურმა ფილმებმა, როგორც შეცვალა ქართული ახალგაზრდების ცხოვრება, ან ქურდული მენტალიტეტის ჩამოყალიბება როგორ მოხდა, ქურდებს და კაი ბიჭებს შორის დაპირისპირება, ვერას და ვაკეს კონფლიქტი ერთმანეთში, თბილისის ცენტრალური უბნების და გარე უბნების ურთიერთობა, ანუ ასეთ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი შეხედვით რთულია მიხვდე თანამედროვე საქართველოსთან და პოლიტიკურ სიტუაციასთან რა კავშირში არის და მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ტექსტები, იმედი მაქვს მომავალში ბატონი ეკა კიდე შემოგთავაზებს დოკუმენტური პროზის სტილში დაწერილ წიგნებს და ყველას ვურჩევ რომ აუცილებლად წაიკითხონ ჭრილი გზაზე.